მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია, ყველა ჩემს გამომწერს მივესალმებით, ძველს ახალს. მადლობა რომ ამ გამოსყიდვებს აკეთებთ, მეც მადლობა ჩემს თავს რომ ესე გეხმარებით, ანუ ხელი ხელს პანს ხო იცით? და დღეს შემოვედი ესეთი ლამაზი რიტუალით, რომ წარმატება ყოველთვის ჩვენთან იყოს. არ აქვს მნიშვნელობა აქ ჩავატანე მე სიყვარულში, ისე ურთიერთობა, თანამშრომლური სიყვარული, ადამიანური სიყვარული, დედმამიშვილური სიყვარული, აბსოლუტურად ეს დაგეხმარებათ კიდე გამოცდები რო გაქვთ ჩასაბარებელი და წინ ჩართავთ უყურებთ და წახვალთ გამოცდაზე. ასევე პაემანზე რომ მიდიხართ, ჩართეთ უყურეთ და წადით პაემანზე. ანუ წინამდებარე რიტუალია, მიხვდით ხო? ან მანქანის საყიდლად მიდიხართ, ჩართეთ უყურეთ, წადით. ან რაღაცა საბუთების გასაფორმებლად მიდიხართ, ჩართეთ უყურეთ, წადით. მოკლედ ყველგან რომ აი ეს ფორტუნას ხედავთ, გავააქტიურე, რომ ფორტუნა წარმატება იყოს ჩვენთან ერთად. ეს წყალი უკვე დაპროგრამებულია, აქ მე ცოტა არაქართულ ენაზე წავიკითხე, რა თქმა უნდა, ანგელოზების დახმარებით, მაღალი ძალების დახმარებით და უფლის დახმარებით, აქ მესუ თეთრ ძალებზე ვმუშაობ და თეთრ და მაღალ გრეგერებზე. მოკლედ არაქრისტიანულს მე არასოდეს არ ვიყენებ, ვინც არ მიცნობთ. ჩემი რიტუალები და გაშლები, ესე იგი, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის მოქმედებს, რეზონირდება. ჩემი რიტუალების გადმოწერა არ შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ ჩემ არხში უნდა შეხვიდეთ და უყუროთ, არანაირი WhatsApp-ში ლინკის ჩაგდება და Viber-ზე და ასე შემდეგ, არ რეზონირდება, დაბლოკილია მასზე. ხო, მეგობრებო, გავააქტიურებ, ხედავთ თეთრი სანთელიც უკვე გავააქტიურე, ბალახები თეთრზეთებით დატვირთული, ყველანაირი აბსოლუტურად რომ წარმატება მოგვიტანოს. აქედან მერე კიდე ენერგიებს გადავიყვან ენერგეტიკულ გამოჯამრთელებაზე, გამაგრებაზე, იგივე ნებისმიერ ყველა სახის სიყვარულზე და რა თქმა უნდა ფულზე და ჯანმრთელობაზე. ეს გოგრაც ტყუილა არ მიდევს ხოლმე, მაგრამ დღეს უფრო სხვანაირად დავაპროგრამე, რა თქმა უნდა. ჩაკრებიც გაგეხსნებათ, ეს კონკრეტულად ჩაკრების წმენდა არ არის, მაგრამ ჩაკრებსაც ამოვწევ ზემოთ. კარგით, გავააქტიურებ თქვენის ნებართვით. ეს არის რას ეძახიან ქართულად ბლაგავონია, იმიტომ რომ ეს დამჭირდება, ეს აუცილებელია. ვააქტიურებ უფლის ნებართვით, ანგელოზების დახმარებით, მაღალი ძალების დახმარებით. და წავიკითხავ მე პატარა ლოცვას და მინდა გითხრათ, რომ პირველივე სანთელი, ესე იგი, რო დავანთე, ვააქტიურებ აურისთვის, ფული, ჯანმრთელობა. სიყვარული, ურთიერთობა, გულის ჩაკრა. იცით რა არის და ამოვიდა პირველივე სანთელი გატეხილი. ნახეთ უკვე იტირა ჯანმრთელობამ და ფულმა უკვე იტირა მეგობრებო. გასაგებია. მოდით დავიწყოთ მაშინ, ხო? ჭიქა წყალი დაგჭირდებათ, ცოტა მაღალი ჭიქა, იმიტომ რომ
აქ დაგჭირდებათ რამოდენიმე ყლუპის გაკეთება და ცოტა ესეთი მაღალი ჭიქა უნდა გქონდეთ, მაღალი ჭიქა, ჩვეულებრივი ონკანის წყალი. მეკითხებიან ჩვენთან ემიგრანტები არ არის ონკანის წყალი, რა წყალიც გაქვთ, ოღონდ სუფთა დაასხით. აი ესე მოკიდეთ ჩემთან ერთად ხელები, აი ესე. და დავიწყებ კითხვას მესამე პირში. არ არის ეს უბრალო რიტუალი, როგორც ყოველთვის, ჩემი რიტუალები ყოველთვის ძლიერია, ხო? გადააფარე შენი საბანი მას, თქვენი სახელი, დიდო გაზაფხულო, რომ სხვისი შური მას არ მიწვდეს, რომ რაც არ უნდა დაიწყოს, ანუ საქმე, ყოველთვის დროულად შესრულდეს, როგორც მზე ანათებდა, მან არ იცოდა ავადმყოფობები, ასეც იყოს, როგორც ვთქვი. გადააფარე მას, შენი საბანი, თქვენი სახელი, დიდო გაზაფხულო, რომ სხვისი შური მას არ მიწვდეს, რომ რაც არ უნდა დაიწყოს, ყოველთვის დროულად შესრულდეს, როგორც მზე ანათებდა, მან არ იცოდა ავადმყოფობები, ასეც იყოს, როგორც ვთქვი. გადააფარე შენი საბანი მას, თქვენი სახელი, დიდო გაზაფხულო, რომ სხვისი შური მას არ მიწვდეს, რომ რაც არ უნდა დაიწყოს, ყოველთვის დროულად შესრულდეს. როგორც მზე ანათებდა, მან არ იცოდა ავადმყოფობები, ასეც იყოს, როგორც ვთქვი. გადააფარე შენი საბანი მას, სახელი, დიდო გაზაფხულო, რომ სხვისი შური მას არ მიწვდეს, რომ რაც არ უნდა დაიწყოს, ყოველთვის დროულად შესრულდეს, როგორც მზე ანათებდა, მან არ იცოდა ავადმყოფობები, ასეც იყოს, როგორც ვთქვი. სანთელს უყურეთ, სანთლებს. გადააფარე შენი საბანი მას, სახელი, დიდო გაზაფხულო, რომ სხვისი შური მას არ მიწვდეს, რომ რაც არ უნდა დაიწყოს, ყოველთვის დროულად შესრულდეს, როგორც მზე ანათებდა, მან არ იცოდა ავადმყოფობები, ასეც იყოს, როგორც ვთქვი. კი, ეხა გაზაფხული არ არის, მაგრამ გაზაფხულის ენერგია, მე ხო ენერგეტიკებზე ვმუშაობ და გაზაფხულის ენერგიით შემოვიტანოთ ჩვენში აი ეს წარმატებები, ყველანაირი, აბსოლუტურად ყველა სფეროს ეხება, მეგობრებო, გოგოებო, ბიჭებო, აბსოლუტურად ყველა სფეროს. უკვე დაიწყო, ნახეთ, სანთელმა დაიწყო მუშაობა, ძალიან კარგი ჩამოდის ეს სუშნასწები, ეს მიკრული ნეგატივები, ძალიან კარგი. გადააფარე შენი საბანი მას, თქვენი სახელი, დიდო გაზაფხულო, რომ სხვისი შური მას არ მიწვდეს, რომ რაც არ უნდა დაიწყოს, ყოველთვის დროულად შესრულდეს, როგორც მზე ანათებდა, ისე მან არ იცოდა ავადმყოფობები, ასეც იყოს, როგორც ვთქვი. კარგად დაიწყო მუშაობა, კარგად. გადააფარე შენი საბანი მას, სახელი, დიდო გაზაფხულო, რომ სხვისი შური მას არ მიწვდეს, რომ რაც არ უნდა დაიწყოს, ყოველთვის დროულად შესრულდეს, როგორც მზე ანათებდა, მან არ იცოდა ავადმყოფობები, ასეც იყოს, როგორც ვთქვი. ბევრი ნეგატივი გამოდის.
გადააფარე შენი საბანი მას სახელი დიდო გაზაფხულო როგორც სხვისი შური მას არ მიწვდეს რომ რაც არ უნდა დაიწყოს ყოველთვის დროულად შესრულდეს როგორც მზე ანათებდა ისე არ იცოდა ავადმყოფობები ასეც იყოს როგორც ვთქვი მეგობრებო კარგად მუშაობს ჩემო კარგებო აქ ახლა კითხვები იქნება ნინია თუ პირველივე ყურებაზე წყალი არ მქონდა ვუყურო რომ ნახავთ ჩაინიშნეთ ეს ვიდეო დაიდგით ჭიქა წყალი და ისე უყურეთ იმიტომ რომ პატარა რიტუალი უნდა შეგასრულებინოთ მე თქვენ მიხდით გადააფარე შენი საბანი მას სახელი დიდო გაზაფხულო რომ სხვისი შური მას არ მიწვდეს რომ რაც არ უნდა დაიწყოს ყოველთვის დროულად შესრულდეს როგორც მზე ანათებდა მან არ იცოდა ავადმყოფობები ასეც იყოს როგორც ვთქვი ამინ და გაბრწყინდა ჩვენი წითელი შეკამაზული სანთელი რა თქმა უნდა თაფლის სანთელია მეგობრებო ნახეთ დაიწყო ტირილი უკვე ჩამოდის ძალიან კარგი გადასარევი კარგად მუშაობს ძალიან კარგად მუშაობს მინდა გითხრათ ეხა ეს ჭიქა აიღეთ ხელში და 9 ყლუპი ოღონდ პატარა ყლუპები რომ სულ არ დალიოთ 9 ყლუპი დავიწყეთ პატარა ყლუპები აი ასე მეგობრებო დადგით გადასარევად მუშაობს ნახეთ როგორ მუშაობს აი პირიქით თქვენთან აი ესე ნახეთ კარგად მუშაობს ძალიან კარგად ხედავთ როგორ დაიწყო აი აქაც ჩამოდის აი ეს ნეგატივები აი ეს გოელები ჩამოდის რაც ის იყო აი კიდე ჩამოვიდა აი აქეთაც უყურეთ აი რამხელა მიკრული ნეგატივები შური ყურეთ მიწებებული აი თქვენს წარმატებაზე ჩემს წარმატებაზე რამდენს გიტირიათ რამდენი ცრემლია უყურეთ რამდენი ცრემლია ეს ძალიან კარგია ძალიან კარგად დაიწყო მუშაობა მინდა გითხრათ შიგადაში გაჩვენებთ ხოლმე მეგობრებო ამ წყლით იცით მე რა უნდა გააკეთოთ აი ეს რაც დარჩა ხო წყალი ადგებით რომ დაწვევით მარჯვენა მხარეს დაიდგავთ მარჯვენა მხარეს უბრალოდ დადგით რომ გაიღვიძებთ ადგებით და პირველი სანამ აბაზანაში გაბრძანდებით პირველი მოკიდებთ ხელს, წამოჯექით, მოკიდეთ ხელი, დალიეთ ბოლომდე, უბრალოდ დალიეთ. სუსუ ბოლომდე, ბოლო წვეთამდე. და მორჩა, მერე წადით თქვენს საქმეებზე, მეგობრებო. წარმატება, მოკლედ, აი ძალიან დატვირთულია ეს წყალი, სერიოზული სიტყვებით, ასევე სანთელი ჩემ ხელში დაპროგრამებულია. და აქ უკვე ისეთი სიძლიერე მიდის, რომ აი ანგელოზები, მაღალი ძალები, ნათელი ძალები, მოკლედ სამყარო გვეხმარება, რომ გამართლება გქონდეს მე და მხოლოდ ჩემს გამომწერებს, სხვას არავის. მე უკაცრავად ჩემს ძალებს ესე ვერ გავანიავებ, მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის ვიხარჯები. რომ
წინ წაგივიდეთ ცხოვრება და წარმატებული იყოთ ყველაფერში. ეს რიტუალი, ამას შეგიძლიათ დაუკავშიროთ, არის ფორტუნა და გამარჯვება, ერთად უყუროთ, გადასარევ შედეგს მიიღებთ, აი, ვისაც საგამოცდო ჩასავსის წინა პერიოდი გაქვთ, მართვის მოწმობა იქნება ეს თუ კოლეჯი, თუ სკოლა, ყველაფერში, ნებისმიერ ხელოვნების დარგშიც, აი, ყველაფერში აბსოლუტურად რა. შეჯიბრი გაქვთ სპორტზე, კი ბატონო, ჩართეთ უყურეთ. კიდე ამასთან ერთად შეგიძლიათ უყუროთ პარალელურად არის სილამაზე დავიბრუნოთ, ვიყოთ მომხიბვლელები, აი ესეთი რიტუალი მაქვს და აი ესეთ შეგიძლიათ უყუროთ. არ წააგებთ, პირიქით მოგებაში იქნებით. სანთელს ძალიან უჭირს. ძალიან უჭირს მინდა გითხრათ და ნახოთ აბა თუ ჩემი დახმარება დაჭირდა დავეხმარები. გაწმინდოთ. ძალიან კარგად ტირის, კარგად ჩამოდის ეს სანთელი თვითონ, კარგად. და მოვიზიდოთ, წარმატება, ბედნიერება, ფული, სიყვარული, ჩაკრები გაიწმინდეთ, ვისაც არა გაქვთ გაწმენდილი, ჩაკრებს ხშირად გირჩევთ გაიწმინდოთ, იმიტომ რომ თითქმის ყოველ თვეში, იმიტომ რომ არაფერი არ დაგაკლდებათ, პირიქით მოგემატებათ. ნახავთ როგორ აი კი აურამ დაამტკიცა, აურა. თქვენი ჯანმრთელობა, ფინანსები და სიყვარული, რა თქმა უნდა. სიყვარული ჩემო კარგებო. გადასარევად მუშაობს, აქ დაეხატა, აი მარცხენა მხარეს დაეხატა ცხვირიანი პიროვნება, ჩამოეკიდა, აი აქ სულ ჩამოეკიდა, ყველაფერი ჩამოეკიდა. ეხლა გაჩვენებთ მეგობრებო, ერთი წუთით. ვიცი რომ გიყვართ რომ განახებთ ხოლმე, ნახეთ ჯერ მანდეთ მხარესაც ჩამოვიდა, ნახეთ. აქაც უყურეთ, აი ეს იყო პრივაროტი, ეს პრივაროტი ჩამოვარდა მამაკაცის ორგანო, ნახეთ და ლურსმანით არის დაჭედილი და ბალიშზე არის რაღაცა პატკლადი, ბალიშზე შეყერილი. აი, ნახეთ როგორ ჩამოდის და ჩამოდის, მეგობრებო, ნახეთ რა კარგად მუშაობს, გადასარევად მუშაობს, აი გადასარევად, ნახეთ. ჩამოვიდა ეს სუშნასწები, აი ეს ყველაფერი მიკრული რაც გქონდათ ორგანიზმში, აურა დაბინძურებული, ხო? აი ეს ყველაფერი აბსოლუტურად მიდის, ჩამოდის და მიდის. იმედია არ ჩაქრება, თან ყარაულობ. მინდა რომ თვითონ გააგრძელოს მუშაობა.
ანთია მეგობრებო, არ არის ჩამქრალი, უბრალოდ ეს რომ სურნელებითაა და ბალახებით არის. კი, ანთია, დაიწყო ისევ, დაიწყო. მეც მივეხმარები. დაიწყო, ჩამოდის და ჩამოდის, ჩამოდის და ჩამოდის. მოდით მოგიბრუნებთ. ასე მოგიბრუნებთ, ხო? ჩანს ხო ახლა? აი ასე. ნახეთ როგორ ტირის, ნახეთ რამდენი ესე იგი შური, რამდენი წყევლა, ცრემლი, აბსოლუტურად ყველაფერი აურა გაგიმაგრდებათ, გამოგიჯამრთელდებათ აურა. ფინანსები, ჯამრთელობა, აი ეს წყევლა, შური, ყველაფერი უკან წავა. მოდით მე ხა წავიჩურჩულებ რაღაცა, სადაც სახელს ვიტყვი, იქ თან ორივე ხელი მოკიდეთ ისევ, ხო? ორივე ხელი მოკიდეთ. თან სანთელს უყურეთ, ხო? საშინელი ისინი ჩამოვიდა, ჩამოეკიდა აი აქ, აი სუშნასცი, მიკრული ნეკროსვიაზები როა, აი ესენი საფლავებიდან გამოგზავნილი ნეგატივები, წყევლები, მიწყევლები, ყველაფერი ჩამოვიდა, ძალიან კარგი. ხო, დავიწყებ მე და თქვენი სახელი? თქვენი სახელი? სახელი. ამინ. ეხა კიდე მეგობრებო. სახელი? სახელი. 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 ამინ. გაჩვენებთ კიდე, ავიღებ. უყურეთ. ხედავთ ხო? მოვხერხდე. აი ამეებში ნახეთ, აი ეს სულ აი ფეხები
ფეხები გაიდგა, უყურეთ. აი, ნახეთ. როგორ გაიდგა ფეხები, რამდენია, აი, ცხვირიანი შუბლით. უყურეთ, როგორ არის. ღრმა ნეგატივი, ღრმა შური, აქ პრივაროტია, ხო, თქვენ პრივაროტია გაკეთებული. უყურეთ. პრივაროტი მარტო სიყვარულში კაცზე და მამაკაცზე არ კეთდება. ნახეთ, როგორ მიწებებაა გაკეთებული. ნახეთ, გველები ჩამოდიან. ეს რაც იტირეთ, რაც გიტირიათ, რაც არ გაგიმართლდათ, ხო? და ასე ვთქვათ, სხვისი ვალებიც დაიდეთ, ხო? რატო გადამაქვს სამ ენერგიაზე, ხო? აი ხა ეს ყველაფერი ჩამოვა და ამათ უკან მიუბრუნდებათ, მიხვდით? ამათ მიუბრუნდებათ უკან, მეგობრებო, ეს ყველაფერი. მიხვდით? ბალახი გაეჭედა და ეს ცოტა უნდა მივეხმარო, რომ არ მინდა ეს რომ ისე ჩამოვიდეს, მინდა რომ თქვენი ყველაფერი დაიწვას, აბსოლუტურად რომ დაიწვას, მიხვდით? ახლა წავა, ესე ჩამოვწევ და წავა. ხათაი. წარსული, სულ მარცხენა და მარჯვენა მხარეებია, წარსულია, სულ წარსულიდან. ნახეთ, რეები გაზით, ნახეთ. ნახეთ, როგორ ხართ დაკეტილები და ჩაკეტილები. ხედავთ, აი ამას ხედავთ რა არის. მხრებითაც კაცის სახე დაჯდა ზის გემრიელად თქვენ ენერგეტიკაზე, თქვენს აურაზე და ყარაულია, შიგნით არის ეს გამოძახებული ეს უსულო არსებები, აქ ნახეთ, აი ფეხები, ხედავთ, ერთი ფეხი, ორი ფეხი და ეს კიდე დაცვა დააყენეს, დარაჯი დაუყენეს, მიხვდით? ნუ ეს გითხარით პრივაროტია, აი თქვენც ხედავთ. პრივაროტია. სიყვარულში უკვე მალე წავა ურთიერთობაში. აი აქაც ჩამოვიდა უკვე, ძალიან კარგი. კარგად მუშაობს, მინდა გითხრათ. ესე დაგიდგავთ, რომ უყუროთ. ესე ჩემო მეგობრებო. შემიძლია მგონი კიდე მოვწიო. ასანთები გავწიო. და ესე მოვწიო. ნახეთ, რეებია. უკან ის რო გითხარით, ჩამოვიდა ეს რაღაცა ცოტა გულს გავს, აი ეხა დაეწვეთა კიდე გულს და ქვის ლოდი, ნახეთ, ჩამოგვარდათ მეგობრებო. აქაც წამოვიდა უკვე, ნახეთ, წამოვიდა აქაც. და წყაპუნია სულ. საერთოდ მე რამეს თუ ვდებ რიტუალის დროს, ხო, თუნდაც ირემი, ეს სილამაზისთვის არა მაქვს, როგორც ბევრმა მოდაში შემოიღო, მე ყოველთვის ჩემი დანიშნულებით მაქვს და ნახეთ როგორც კაპუნობს, შევიდა მოძრაობაში. და ესე იგი ნიშნავს რაღაცას, ხო? რომ შვიდად იყოთ, დაწყნარებულად, ჰარმონიაში იყოთ, გარმონიაში. უყურეთ, ნახეთ როგორ ჩამოდის. ეს არის თოჯინა, კუკლა, მეგობრებო, ეს არის კუკლა, ნახეთ, აი ესე, თავი,
ტანი, ხელი, ფეხი. ესე იგი კუკლაც გააკეთეს, კუკლავუდაზეა ნამუშევარი ბევრთან. ძალიან მუდაში შემოიღეს და არ ვიცი როგორ მოვახერხებ, შეიძლება შესაბამის თვარეზე ჩავწერო წმენდა. თხოვეს და იმიტომ ბევრმაც მთხოვა. ნახეთ როგორ დაიდა. ხედავთ? წკაპ-წკუპ. წკაპ-წკუპ. ძალიან კარგი, ძალიან კარგი, წკაპ-წკუპ. ნახეთ, უყურეთ. ნახეთ, როგორ წაეკიდა, გაღვივდა. აი, გაღვივდა, ხედავთ? გაღვივდა. კარგად მუშაობს. ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგად მუშაობს. მოდი აქ ჯერ აქ უნდა დაიწვა. ეს ნახეთ, ეს სტორაჟი, ეს რო ყარაულობს, ხო, როგორ იმაჩვრება, რა ქვია. უშლის. აი აქაც ბილიკები, თქვენს ბილიკებზეა ჩამოვიდა, უკანაც იხვი, ესე იგი მსხვერპლ შეწირვებია, გაკეთებული აქ შავი მაგიაა, ჩემო კარგებო, მინდა გითხრათ. აბა, აი ნახეთ რეები ხდება. ეს არის ძველი, იმიტომ დგას, ესე მყარად დგას, ძალიან მყარად დგას. ხდით? ძალიან მყარად. უყურეთ, წკაპა-წკუპი გააქვს სულ. მე ხლა მინდა კიდე ერთხელ წავიკითხო, ერთხელ კი არა, სამჯერ. და მომისმინეთ, ხო? თან სანთელს უყურეთ, სანთელს. სახელი. სახელი. ნახეთ ეს დარაჯი როგორ დგას, ხედავთ? თქვენი სახელი. თქვენი სახელი. ამინ. აი აქაც ნემსებია, აი ამაში არის ნემსები, აი ეს ადგილი. აი ეს არის ნემსი, ქინძის თავი უფრო სწორედ, ქინძის თავით. და გული, აი აქ არის გული, გულები და ქინძის თავი. პრივაროტები და ატვაროტებია გაკეთებული. ჩამოდის და ჩამოდის. მე ხლა აი ეს მინდა თქვენთან ერთად დავწვა. შევეცდები, მივეხმარო, ხო? რომ არ მინდა ესე იყოს. არ მინდა ესე რო იყოს. აი თქვენი აურით დავწვავ, პირიქით კარგია. ისე მყარად დგას, და მოდი მივეხმარები, რომ დაიწვას.
მივეხმარები. აი ეს რაც უყურეთ, რაც ესე იგი, აი ამას ყარაულობდა, ეხა რაც ჩამოდის, ზუსტად მაგას ყარაულობდა, რომ ესე იგი არ გაიხსნას, მიხვდით? ნეგატივი რა თქმა უნდა, აბა ეს სხვა რა არის, ხო? რატო დააყენეს ჯადოზე, პორჩაზე დააყენეს დარაჯად, მიხვდით, ხო? აი, ეხა მომეშვა, წეღან ძალიან შეკრული, შემუჭული ვიყავი. ძალიან კარგი, აი, წკაპ, კარგია. უი, ხელი დამწვა ვიღაცა ქალი ძალიან ბრაზობს, ძალიან. ოი, როგორ დამწვა, ხედავთ? ქალი. ძალიან ბრაზობს. როგორი აი ბოროტია, იცით? აი, უბოროტესია. თან აურით რო იმაშვრები, ახლა თქვენ აურა ხო გიმაგრდებათ, გაგისუფთავდათ და ახლა არ მოეწონება. ეს სანთელი არაა, მეგობრებო, აი სანთელი ეს არის, სანთელს არ ვეხები. ეს არის, რაც ესე იგი არ გადამუშავდა. აი ეს სიტუაციაა, თორე სანთელი კარგად იწვება. ახლა უყურეთ, რა გამოჩნდა, რას ყარაულობდა. რქებს ხედავთ? აი. უყურეთ, მოტყდა ერთი რქა, ხედავთ? აი რქა. აი ეს რქა მოტყდა, ხედავთ? თქვენს ბილიკებს. ნახეთ? თქვენს ბილიკებს. აი აქაც ნახეთ, აი აქ რეებია. აი ამას ყარაულობდა, აი ამას. აი ეს არის კვერცხზე ნამუშევარი, მიხვდით? თქვენი გზები, ნახეთ? გზაგასაყარი, ესე იგი, რამოდენიმე სახის გზაჯვარედინი არსებობს ეშმაკის გზაჯვარედინი და ასე შემდეგ, მიხვდით? აი ამ ყველაფერს დარაჯობდა, მიხვდით? დარაჯობდა. აბა ნახოთ შევამოწმოთ სანთელი მორჩა? თუ მორჩა, ძალიან კარგი. შევამოწმოთ. ბოლომდე უყურეთ, მეკითხებია ნინი ამაზე რამდენია გამოსასყიდი. უყურე ძვირფასო ბოლომდე და ვიძახი. არ ჩაგეთვლება თუ არ უყურე ბოლომდე. თან იჩქარო და თან ისა ეგრე არ გამოვა. ცხოვრების გამოსასწორებლად სიჩქარე არ არის კარგი. და რიტუალებს სიჩქარე საერთოდ არ ახასიათებს, საერთოდ. აი ეს არის მეგობრებო დემონის ფრთები, რაც აი ეს ერთი წუთი ამას მე კისერი უნდა მოუგრე, ხო ეს არ მომწონს რქები თქვენთან ერთად. იმიტომ რომ მე აქ სხვა ენერგიებს ვგრძნობ. ან შავი მაგიის წარმომადგენელი მიყურებს, ან კიდე მართლა ეს არის გაკეთებული. შენ ვერ გაიწმინდები ვერანაირ ჩემს რიტუალებზე და ჩემი მტერი კიდე ვერ გაიწმინდები. დაბლოკილია ესეთი ხალხისთვის. აქეთ ბუმერანგი წამოგივა, ეხა აი აქ რაც ეს სტოროჟი იდგა, წამოვა თქვენზე. ხო, მეგობრებო, რა არის იცით აქ კიდე? უყურეთ. ეს თუ ჩამოიწვეთ, ეხა არა უშავს, არაფერი ისეთი არ არის. აი ამაში არის ფრთები, აი ეს არის ფრთები, ეს არის კვერცხი, ეს არის გზაჯვარედინზე, უყურე ნამუშევარი, ბევრი დასახელების გზაჯვარედინი არსებობს. ეს არის ასევე
ჩაკეტილი კლიტე, რომელიც ესე იგი ჩამოიღვენთა, მაგრამ გასახსნელი გაქვთ აი ამ კონკრეტულ კვერცხზე ნამუშევარზე, ვისაც გნებავთ შემეხმიანეთ და მე ხსნი კვერცხითაც და კლიტეებსაც ხსნი, მაგრამ ყველა კლიტეს თავისი დანიშნულება აქვს, მიხვდით? რიტუალიც მაგ კლიტეების გახსნა შედით და უყურეთ და გაიწმინდეთ. იმედია გიშველით რამოდენიმეჯერ. ხო, ეს არის აი ეს მზე რო ვახსენე მე აქ ეხლა, ხო? რომ აი ეს როგორც მზე ანათებდეს, ხო? რომ თქვენ ეს ავადმყოფობები ისე წავიდეს თქვენგან, მიხვდით? მზის ძალამ რო დაგიცვათ. მე ტყუილა არაფერს ან არ ვთარგმნი, ან მე არ ვწერ ტყუილა ისე, მიხვდით? ხო, აი ეს არის სუშნასცი ჩამოვიდა, რასაც ყარაულობდა, ეს დემონის ფრთებია, აი კიდე ფეხები, აქეთ-იქეთ, ეს არის გასაღები, კლიტე და გასაღები. ან სახლი გაქვთ გასაწმენდი, სახლსაც ვწმინდავ მე და ყველაფერს ვწმინდავ მე, ესე გამომიძახებენ და დავდივარ ხოლმე. ანუ მთხოვენ, რას ქვია გამომიძახებენ, ხო? მთხოვენ და დავდივარ მე, რაიონებშიც დავდივარ და ყველაფერი. ხო, წითელ ძაფებზე იყო კიდე, ბოლომდე დარჩით ეს სანთლები უნდა ჩაქრეს. წითელ ძაფებზე იყო კიდე საუბარი, დაცვებზე მეკითხებით, მომწერეთ, კი, მაქვს და დაგიმზადებთ, ვისაც რა გაინტერესებთ. სანთლებზე მეკითხებიან კიდე, კი, ვამზადებ და ბევრი შემეხმიანა და ბათუმიდან დაწყებული, უცხოეთში დამთავრებული ვაგზავნი და რა ვიცი, კმაყოფილია ხალხი. მთელი ლოცვებით, მთელი პროგრამებით დატვირთული. მაგრამ ცოტა არ იყოს, ჯერ წმენდები უნდა გქონდეთ გაკეთებული, რომ სანთელმა უფრო კარგად იმუშაოს, თორემ მე კი არ მეზარება სანთლების დაპროგრამება და გამოგზავნა. მიხვდით ხო თემას? ესე დავასრულოთ, როგორც დავიწყეთ და ხო, კიდე ამაზე იქნება ეხლა მომდათ დარეკვები, აი ნუ ხელისშემშლელი ფაქტორები რა. ესე იგი სწორი იყო და იმიტომ ჩვენი ეს ყველაფერი. აქ იქნება 9 ლარი გადასახდელი მეგობრებო, გამოისყიდოთ. ჭიქაზე გითხარით უკვე, როცა გსურთ, მაშინ ჩართეთ, მთვარეზე ეს არ არის დამოკიდებული. ჩემი რიტუალები ვიცი, რომ ძალიან ძლიერია და მაგრად მუშაობს და ყველანაირ სფეროში. ამოსქროლეთ, მეკითხებიან, ნინია ეს იქნებ ჩაწერო, ან ეს გაშლა. გაშლაც ჩაწერილია, რიტუალებიც ჩაწერილია, ზუსტად ეგ რიტუალები. ვინც ესე იგი მთხოვთ ხოლმე, რასაც მწერთ. პირადშიც და ისედაც არის, ამოსქროლეთ, ახალო გამომწერებო და ძველებოც, ამოსქროლეთ და ღმერთმა მშვიდობაში მოგარგოთ ჩემი ძალები. მადლობა უფალს, რომ მე მაქვს ეს საშუალება და სამყარომ ასეთი შესაძლებლობა მომცა, რომ მე ეს ძალები მაქვს და ხალხს დავეხმარო და მადლობა მოუხადეთ სამყაროს ანგელოზებს, თქვენს წინაპრებს, მაღალ ძალებს, რომ გააქვთ საშუალება, რომ აი ესე თქვენ ასეთ გამოსასყიდად, ესეთ მიზერულზე, ხო, არავინ არ გაგიკეთებთ ესეთ რიტუალებს, ხო და გამარჯვებას არ გეტყვიან, მიხვდით? და ერთმა ჭკვიანმა მომწერა, რაო, აუცილებელია, რომ არ გამოვისყიდო, რა არ იმოქმედებსო? ნუ მაგას რა პასუხი უნდა გავცე, უტიფარია ვიღაცა და რა თქმა უნდა დაიბლოკა, ხო, მე ეგეთი ბოდიში და უტვინო ადამიანი არ მჭირდება იმაზე, რა ქვია. და თუ სხვა არხიდან შემოხვალ და მიყურებ, მაინც ვიგრძნობ კიდე დაიბლოკები, მაგრამ რისი თქმა მინდა ხალხნო, რომ თუ ესე იგი არ გამოისყიდებ, ხო უნდა მიხვდე, რომ ეს ნეგატივი ხარ, რაც მე აქ ყველაფერ ნებისმიერ რიტუალზე ვაკეთებ, ეს უკან მოგიბრუნდება, ხო? რა თქმა უნდა, მოგიბრუნდება უკან, აბა საწავა თუ არ გაცვალე. და კიდე ამაზე საერთოდ თხოვნაა, რომ მოიწონოთ ვიდეო უკვე, ახლა რო უყურებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნახვებია, 2300-მდე გამომწერია მგონი და მეტი უკვე და
მოიწონეთ ხალხო ვიდეო თქვენი თითო მოწონებაც და კომენტარი თავისთავად მოწონება ხო იქნება რა იცით მადლობა რომ გულს მიწერთ მაგრამ სიტყვები დაწერეთ ხალხო სიტყვები მე კი ნუ მიხსნით სიყვარულს მადლობთ კი მეც ვიცი რომ გიყვარვართ და მეც მიყვარხართ მაგრამ სიყვარულს ნუ მიხსნით მე მადლობას სამყაროს და მერე დაწერეთ გული ეს თქვენ თითოეულ კომენტარს თქვენი ანგელოზები და სამყარო კითხულობს მე ამას ყველა არ ვამბობ ხოლმე თქვენი თითოეული ლაიქი მოწონება ქვეშ ვიდეოს ქვეშ არის ხო ჩაბრუნებული და ამობრუნებული და რომ მოგეწონება დააჭირე რომ მომეწონა რომ ეს იქნება თქვენი დაცვა მიხვდით დამიჯერეთ რა ვიცი რას ვამბობ მე ესე მაქვს დაპროგრამებული თქვენი დაცვა ამ შემთხვევაში ხო საერთოდ და ეხლა კიდე გეტყვით აქ რა არის აი უყურეთ ახლა აქ ამოვიდა ესე იგი აი ესეთი გაწოლილი ფრთებით კუდით ქალი მამაკაცი წეღარო გაბრაზდა მამაკაცი თვალი ამოვიდა თვალი აი ბევრი თვალი ეშმაკის თვალი რო გიყურებთ წეღან რასაც დაარაჯობდა ის იმიტომ დავწვი თქვენთან ერთად თორემ მე ისეც ვაპირებთ ხოლმე ცალკე ხო ვამუშავებ მე ხო აქ არის კიდე ესეთი ძველი დამწერლობის დაწერილი რაღაცეები აქ არის კიდე ჯიხვის რქები აქ არის სპილოს ყურები აქ არის ყველანაირი სფერო ხო შევიყვანე რა სფეროშიც კი даже პრივაროტიც ამოვიდა კვერცხი საჯვარედინები გასაღები კლიტეები ხო აი ეს პირი მაქვს მე ესე იგი მტერს აი გაუშავდა პირი ვინც გწყევლიდა ჩვენ მეც თქვენთან ერთად ვისაც შურს ჩვენი ხო და არის რიტუალი ესე იგი რისი მიმანიშნებელია დაუმუწოთ მტერს ჩაუკეტოთ კლიტით პირი ენა და დაუმუწოთ ენა თუ კბილები აი ესეთი დასახელება ამოსქროლეთ მოძებნეთ ხო აი ნახეთ ძველი ვიდეოები და ახალი ვიდეოები მაგიაში ესეთი მე კი არა საერთოდ არ არსებობს ძველი დადებული და ახალი დადებული მაგრამ ის ახალი ძველდება და ეს უფრო კარგია 5 წლის მერეც რო ჩართო იგივე ვიდეო ძალიან გიშველის მიხვდით აი ესე მუშაობს ჩემი რიტუალები და მაგია ხო საერთოდ ესე მუშაობს მეგობრებო რა ძალიან კარგი ცოტაღა დარჩა და 47 წუთზე ავიდა. რა ვქნათ, ესე იგი ჯანმრთელობა და ფინანსები უფრო ის იყო, რა ქვია, ხედავთ? გვიან, ესე იგი ყველას პრობლემა გაქვთ, ძირითადად ჯანმრთელობაზე და ფინანსებზე გაქვთ პრობლემა. მომწერეთ ნომერზე, WhatsApp-ზე, მე რო გთხოვთ ხოლმე, რომ აი მომწერეთ, ესე იგი მე ხوار გწერთ, რომ აი დამირეკეთ. წერ რომ მომწერეთ, დამიტოვეთ ინფორმაცია. ხალხო, ნუ მირეკავთ, გითიშავთ, იმიტომ რომ მე არ გეწყინოთ, რომ მე ესე რომ მუშაობ, მე ვერ კი არ გიპასუხებ და მომწერე საყვარელო დამიტოვე ინფორმაცია და საერთოდ ხშირად მალე ვპასუხობ ხოლმე, მაგრამ თუ ეხლა ღამის 12 საათზე მომწერე, მე რიტუალები მაქვს გენოცვალე დილამდე, მე დილით უნდა დავიძინო და შეიძლება იმ დროს მწერ რომ მძინავს და მე თუ ძალა არ მოვიკრიბე და არ გამოვიძინე ცოტა მაინც, ხო, მე ხალხს ვერ დაგეხმარებით, მიხვდით? მე ხო აქ ჩემ ენერგიებზე ვმუშაობ, ხო? ხო და ღმერთმა ძალა მომცეს მტრების ჯინაზე და მტრების არ გასახარად რომ ჩემს თავს და თქვენ დაგეხმაროთ და ჩემს ახლობლებს. მოკლედ, მეგობრებო, ასეთი სიტუაციებია, წარმატებებს გისურვებთ ყველაფერში და გაილამაზეთ თქვენი ცხოვრება, აგერ ნინიას არხი, აგერ მე და ჩემი რიტუალები. მე ვერ უყურებ თქვენს მაგივრად. გელოდებით ისევ დიაგნოსტიკებზე, გელოდებით რიტუალებზე და ვითანამშრომლოთ და პატივი ვცეთ ერთმანეთს. ვიყოთ კორექტულები ყველაფერში. წარმატებებს გისურვებთ, ნახვამდის, მადლობთ.